გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია. პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია X პლატფორმაზე წერს, რომ ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებამ და ქართველი ხალხის გზავნილი მიიტანა. საინტერესოა გახარია ვინ გახადა უფლებამოსილი ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკა. ნათია მეზვრიშვილმა? არა, გამორიცხული. ისე ეს ხელმოცარულები რაიოლად ხმარობენ ცნებას ქართველი ხალხი. მანამდე ხაზარაზეს ქართველი ხალხის სახელით მეტყველებდა, ახლა გახარიაც იგივე შვება. ნაცების ხომ სულ ქართველი ხალხის სახელით ღაადებენ. მოკლედ, ყოველ პარტიას თავისი ქართველი ხალხი ყავს. 2024 წლის არჩევნებზე გახარიას ხმა მისცა 161,000 ადამიანმა ეთყობა მათი სახელით ლაპარაკობს გახარია. მათი გზავნილი მიიტანა ბრიუსელში. მათ თვლის ქართველ ხალხად. აქედან გამომდინარე, გახარიას საქართველოში 161,000 ადამიანი ცხოვრობს. ამა 1,200,000 ადამიანი, ვისთვისაც გახარია არაფერს წარმოადგენს, მის საქართველოში არ ცხოვრობენ და ქართველები არ არიან. გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის ადამიანი ენდობოდა მას ვიდრე 161,000 და მან გახარიამ იმ ადამიანებს უღალატა, როდესაც 21 წლის თებერვალში შიშარა ბოცვერივით მოჰკურცხლა დაკავებული მაღალი თანამდებობიდან. რატომ მოჰკურცხლა? იმიტომ რომ თურმე არ ეთანხმებოდა ნიკა მელიას დაკავებას, რადგან ეს პოლიტიკურ ესკალაციას გამოიწვევდაო. ქვეყანა, სადაც ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკურ ესკალაციას გამოიწვევს, განა შეიძლება ითვლებოდეს შემდგარ ქვეყნად? რასაკვირველია, არა. და თუკი პრემიერ-მინისტრს ეშინია მელიას დაკავებით მოსალოდნელი ესკალაციისა, ის ნამდვილად არ უნდა მსახურობდეს პრემიერის რანგში. და გახარიას მრევლს მინდა ვკითხო, არ გესირცხვილებათ იმ ადამიანის გვერდით დგომა, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და ნიკა მელიასი შეეშინდა. ეს არის პიკასოს ბიჭი, ასეთ ბიჭებს ხატავდა პიკასო? ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი. ბოლოს ადამიანები ვარ და ადამიანური სისუსტეები ყველას გაგვაჩნია. შეიძლება რაღაც მომენტში კაცი გატყდეს, დაიღალოს, დასუსტდეს, მიხვდეს რომ ძალღონე გამოეცალა და ამიტომაც ადგეს დაიხუროს ქუდი, ჩააწყოს პირადი ნივთები, მუყაოს ყუთში, კედლიდან ჩამოხსნას მერლინ მონროს ფოტოსურათი და წავიდეს, გაუჩინარდეს. ეხლა სწორედ რომ გაუჩინარდეს, რადგან ასე თუ ისე მაინც არაა ლამაზი, როდესაც მეთაური ბრძოლას ტოვებს და მირბის, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი ჯერ კიდევ გუშინ ქვეყნის პირველი პირი, საარჩევნო სიის პირველი ნომერი, უცებ ახდა ჰაერში 180 გრადუსით შემოტრიალდა და მისი საპრემიერო სავარძელი ჯერ გაციებულიც არ იყო და მან კი ყოფილი თანაპარტიელების ლანძღვას მიყო ენა. ეს უკვე წმინდა წყლის ხალატი და მარაზმია. და ამ კაცს დღეს 161,000 ადამიანი მისდევს უკან და მისგან რაღაცას ელოდება. რაიოლია ხალხის მოტყუებო, მეგობრებო. ძალიან იოლი და მარტივია. მთავარია დროზე თვალი ჩაუპაჭუნო, ვისაც საჭიროა და საქმეც გაკეთებულია. ვიღაცა ტყუდება და მოგდევს. და გონიათ რომ აი შენს ბელაც მაშინ არ გამოუვიდა, მაგრამ ახლა აუცილებლად გამოუვა. მრევლი კითხვასაც არ სვავს, მაშინ თუ არ გამოუვიდა, ახლა რატომ გამოუვა? სხვათა შორის დიდხანია ერთ ინტიმურ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს. ვინ აფინანსებს გახარიას? ვის ინტერესებს ატარებს გახარია? ვის თამაშს თამაშობს? ვისი ფულით არსებობს? პარტიის შექმნა და მისი შენახვა ეს ძვირი სიამოვნებაა. ხაზარაძეს ამის შნო აქვს, ტიპი მილიონერია, მაგრამ გახარია მილიონერი არა. მაშ საიდან ეს ყველაფერი? გამოვიკითხე, ოფიციალური წყაროები ვნახე. სიაში მოცემულია რამდენიმე ადამიანის გვარი, ვინც გახარიასთვის მოწყალება გაიღო, მაგრამ საერთო ჯამში ეს არაა ის ფული, რომლითაც შეძლებ პარტიის ზიდვას, თანაც ისეთი პარტიისა, რომლის იმედი 161,000 ადამიანს აქვს. დარწმუნებული ვარ, ვიღაც ძლიერი იმა ქვეყნისა კვებავს გახარიას. კი ვეტყოდი იმ ქვეყნიერს, რომ
ყვილატყრი ფულს გახარიას პერსპექტივა გამოწევდა იმ 7.9%-ზე მეტი არ ექნება არასდროს, მაგრამ კაცია და გუნება. უნდა იმ ვიღაცას გახარიაში ფულის გადაყრა და გადაყაროს. ხო, დამავიწყდა მე თქვა თუ რა გზავნილი აუტანა გახარიამ ბრიუსელს. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს პროგრესულ ლიდერებთან ერთად, ჩვენი გზავნილი მკაფიოა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. რამით განსხვავდება გახარიას გზავნილი ნაცების ნარატივისგან, იმ ნაცებისა, რომელთა დასრულებასაც გახარია გვპირდებოდა თავის დროზე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.